სამმარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. Ამ დღეს სხვა დღეებისგან განსხვავებით ქუჩაში უფრო მეტ ადამიანს ნახავდით. ფერადი ყვავილებით, თაიგულებით და განსაკუთრებულად ჩერჩეული საჩუქრებით ხელში. ტრადიციულად ისინი საყვარელ ადამიანებს ამ ფორმით დედის დღეს ულოცავენ. 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაამტკიცა. ზედ გამსახურდიას გადაწყვეტილებით დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა ჩაინაცვლებინა, თუმცა დედის დღე ცალკე აღინიშნება და 3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა. ყველაზე ძვირფასი ადამიანის დღეა დღეს. ყველა დედას მოულოცავ. ბედნიერი დედები ყოფილიყვნენ, გახარებულები, თავისი შვილებით ეხაროთ და ებედნიეროთ. ყველას მეულოცავ მთელ საქართველოს ცხოვრებ დედებს, ჯანმრთელები ყოფილიყვნენ და გახარებულები. წავალ ჩემ დედიკოსთან ჩავეხუტები და ყველა მასე მეულოცოს დედებს დედის დღე. პირველ რიგში სრულად საქართველოს ულოცავ დედის დღეს, ყველა დედას უსურვებ ბედნიერებას. დღევანდელი დღე სხვა წლებთან შედარებით გამოირჩევა აქტიურობით, ძალიან ბევრი ყვავილია, ძალიან ბევრი ქალბატონი დასეირნობს, ძალიან ბევრი შვილი ყიდულობენ დედებს, ყვავილებს, რომ მათი გული გაახარონ და სიფერადია დღეს ჩვენთან და ჟრიამულია, რაც ძალიან გვახარებს. ყველა დედას მიულოცავ საქართველოში დედის დღეს. ყველა გახარებული იყო შვილო, გამრავლებული და იხარონ თავიანთ შვილებზე. არ ვიყვიდონ და არ აქონდეთ საშუალება, მაგრამ სიყვარული ჩაეხუტონ, მიეფერონ. და ესე მიყვარს დედის დღე, გილოცავდე 3 მარტს და მე და ჩემი გოგონა გიყიდეთ ყვავილები. მინდა ჩემო დედიკო ბედნიერი იყო.